მოგესალმებით, ძვირფასო ტელემაყურებლებო და მოგახსენებთ, რომ იწყება სატელევიზიო გადაცემა მომლოცველი, რომელიც ეძღვნება წმინდანებს. ამ გადაცემაში იქნება განხილული წმინდანთა მიერ გავლილი ცხოვრებები, მათი ცხოვრებისეული მომენტები და ცხოვრებისეული რეალობები და რაც მთავარია, შევეხებით იმ სულიერ მემკვიდრეობას, რომელიც დაგვიტოვა წმინდანთა მოღვაწეობამ და რომელიც სულიერი მემკვიდრეობაც კვლავაცსა და კვლავაც ითხოვს ყურადღებას, ითხოვს დამოკიდებულებას და როგორც ძველი ქართველები იტყოდნენ წინაკაცი უკანას ხიდიაო, დიახაც ხიდი უნდა იყოს ის სწავლება და ის სულიერი გამოცდილება, რაც ჩვენმა წმინდანებმა დაგვიტოვეს და რომ იყოს ეს ხიდი, უნდა ვილაპარაკოთ იმ სულიერი გამოცდილების შესახებ, უნდა გავიზიაროთ ეს გამოცდილება, უნდა გავხადოთ საჩვენო და მისაბაძი, როგორც იტყვიან და აი ამას ემსახურება ჩვენი გადაცემა და მე ამ გადაცემის წამყვანი გოგიტა მელიქიძე მსახური ვარ თქვენი და მსახური ვარ აი იმ იდეისა და იმ სურვილისა, რომელიც გაჟღერებული იქნა თქვენს წინაშე. დღეს გადაცემა ეძღვნება ჩვენთვის ძალიან ძვირფას წმინდანს, დემეტრე თავდადებულს. ეს მთელმა საქართველოს ვიცის მეფე დემეტრე, მოწამეობრივად აღსრულებული მეფე ჩვენი სამშობლო ქვეყნისა, იცის მისი თავდადებულობის შესახებ და იცის ის, რომ დიახაც ეს არ ყოფილა ცხოვრება ცხოვრებისთვის, თავდადება თავდადებისთვის და რაღაც თავისთავადი მოვლენა არ ყოფილა. ეს იყო საერო, საქვეყნო, სახელმწიფო მნიშვნელობის მოვლენა, რომელსაც დიდი სულიერი ღვაწლი და დიდი სულიერი გზა ჰქონდა წინაშე უფლისა ჩვენისა და დემეტრე თავდადებული წმინდანად არის შერაცხული ჩვენი დედა ეკლესიის მიერ. მოიხსენიება იგი ყოველი წლის 25 მარტს. მინდა ეს დღე და ეს თარიღი კარგად დავიმახსოვროთ, რომ ეს არის ცხოველმყოფელი დღე დემეტრე თავდადებულისა, რომელ დღესაც ყველა დღეს რა თქმა უნდა, მაგრამ აი ამ დღეს განსაკუთრებულად უნდა იქნას მოხსენიებული და განსაკუთრებული სასუება უნდა ვიქონიოთ ჩვენი წმინდა მეფის შესახებ და წმინდა მეფის მიმართ, რომელმაც თავდადებულის ღვაწლით განლო წუთისოფელი ესე და აი ამ ღვაწლით მიეხლა უფალს და სწორედ ასე იწოდება დემეტრე თავდადებული. იგი დაიბადა 1259 წელს. ისტორიული თვალსაზრისით ეს უკვე ის პერიოდია, როდესაც გადავლილია დავით აღმაშენებლის დიდი სახელმწიფოებრივი აღმშენებლობის საქმეები, გადავლილია დიდგორის გამარჯვება და დიდგორის გამარჯვების სულისკვეთება. გადავლილია თამარ მეფის სახელთან დაკავშირებული ოქროს ხანა და ბრწყინვალე პერიოდი ჩვენი ერისა და დაწყებულია ნგრევა, დაწყებულია დაპყრობა, დაწყებულია დევნა ქართველი ერისა და მონღოლები არიან სწორედ ის განსაცდელი, რომელიც თავს ადგას საქართველოს და ქართულ მოსახლეობას და აი ამ მონღოლების დაპყრობითი ომებით და აი ამ მონღოლების მიერ დაწესებული მმართველობის ფორმით, ადმინისტრაციული მმართველობის ფორმით ცხოვრობს საქართველოს მოსახლეობა ტყეებშია გახიზნული და მძიმე ხარკია დადებული ქვეყანას. საქართველოს ასევე აქვს რეკრუტის პასუხისმგებლობაც მონღოლებთან მიმართებაში, რომ ქართველებმა მონაწილეობა უნდა მიიღონ მონღოლების მიერ წარმოებულ ომებში და ასეთ ომებში ჩართულიყავთ ქართველები და მიიყავთ საომრად და ერთ-ერთი ასეთი ბრძოლა ეგვიპტეშიც კი მოუწიათ და ეგვიპტეშიც კი წაიყვანეს ქართველები და იქ აომეს, სადაც მეფე დემეტრე წღებულობდა მონაწილეობას და უნდა ითქვას, რომ ეს ომები იყო და ეს გაჭირვება იყო სწორედაც ის განსაცდელი ქართველი ერისთვის, რომელი განსაცდელიც მოსული იყო მთელ ქვეყანაზე და მთელ ერზე და აი ამ პირობებში, ამ ისტორიულ რეალობაში მოდის დემეტრე თავდადებული და აი აქ უწევს მას ცხოვრება. დემეტრე თავდადებული გახლდათ შვილი მეფე დავითისა. დავითი იყო მეშვიდე, უკვე მეშვიდე იყო ესეთი ათვლის თვალსაზრისით მამა მისი დავითი და დემეტრე იყო მეორე, დემეტრე მეორედ იწოდება და რა კი მეორედ იწოდება ნიშნავს იმას, რომ იყო დემეტრე პირველი და ვინ იყო დემეტრე პირველი? დემეტრე პირველი გახლდათ
დავით აბაშენებლის შვილი ჩვენთვის კარგად ცნობილი დემეტრე, რომელიც არის პოეტური აზროვნების, რომელიც ქართული ხნეობის, ბრძოლის უნარიანობის და საოცარი გამორჩეულობით შემკული მეფე საქართველოსი და ეს არის ის მეფე, რომელმაც დაუტოვა საქართველოს ბრწყინვალე გალობას, ღვთისმშობლის გალობა და აი ეს საგალობელი დღესაც დემეტრეს ავტორობით მისი თანდებითა და მის მიერ არის მიცემული იმ საეკლესიო ცხოვრებისთვის, რომელიც საეკლესიო ცხოვრებაც უწყვეტად უგალობს უფალს ჩვენსას და დედას მისას ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს და მეფის მიერ დემეტრე მეფის მიერ შეთხზულია ეს საგალობელი ღვთისმშობლის საგალობელი, რომელიც საყოველთაოდ არის ცნობილი ეკლესიური წრისთვის. და აი ის გახლდათ დემეტრე პირველი და აი იქ მისი მოსახელი არის დემეტრე თავდადებული, რომელიც მეორედ მოიხსენება დემეტრე მეორედ და იგი დაიბადა, როგორც უკვე აღვნიშნეთ, 1259 წელს და მისი დაბადება ესეთი რთულ პერიოდში მოხდა. იგი არ იყო მეფედ გამიზნული და მეფობის პატივი მას არ ერგებოდა, რამე თუ მას ყავდა უფროსი ძმა გიორგი და სამზადისი, სამეფო სამზადისი გიორგისთან მიმართებაში იყო და აი ეს სამზადისი შეწყდა, თუ შეიძლება ასე ითქვას, რადგან მოულოდნელად გარდაიცვალა მეფისწული გიორგი და ამის შემდეგ ტრადიციულად შემდეგი ძმა ღებულობდა პატივს, სამეფო პატივს და აი დემეტრე მიიღო უფლისწული სამეფო მოლოდინის პატივი და ეს ჯერ მეფე არ ყოფილა, მაგრამ ეს მცირეწლოვანი ბავშვი, როგორც იტყვიან, გამოირჩა და ეს გამოირჩა 1268 წელს. და თუ ჩვენ ესეთი მათემატიკური ისეთ გათვლას გავაკეთებთ, უნდა ვიფიქროთ, რომ დემეტრე თავდადებული ამ დროს მხოლოდ 9 წლისა იყო. 9 წლის ბიჭი იყო, რომელზეც გაკეთდა არჩევანი იმისა, რომ მეფე იქნებოდა ეს. მანამდე კი მეფე დემეტრეს, ანუ უფლისწულ დემეტრეს მოუწია ისეთი განსაცდელი, რომ მისი დედა მოკლეს დამპყრობლები ვახსენეთ უკვე და კიდევ დავკონკრეტდები, რომ ამ დამპყრობლების სახელობითო იმ ყაენების სახელები ყველაფერი შემორჩენილია ისტორიაში. მე შეგნებულად არ მოვიხსენიებ არც ერთი ყაენის სახელს და მოვიხსენიებ დამპყრობლებად, რომელთა წარმომავლობაც იყო მონღოლეთი, მონღოლები იყვნენ ესენი და აი მონღოლური დამპყრობლური სულისკვეთება იყო საქართველოში გაბატონებული და აი ამ სულისკვეთებასთან დაკავშირებითაც უნდა ითქვას შემდეგი, რომ მონღოლები არ იყო ესეთი ძველი ისტორიული კულტურის მქონე ხალხი, ესენი ძირითადად მომთაბარე ხალხი იყო, მოლაშქრე ხალხი იყო, მრბეველი ხალხი იყო და მათი წარმატება გადიოდა აი ამ ომებზე, დაპყრობით ომებზე და იქიდან მიღებულ ალაფსა და გადასახადებებზე და ასე შემდეგ და აი ეს ესეთი რეალობა ჰქონდა საქართველოს, აი ასეთ დამპყრობელთან უწევდა ყოფნა, რაც კიდევ უფრო ამძიმებდა არა მხოლოდ დაპყრობითი მომენტი იყო და განსაცდელი იყო დაპყრობითი, არამედ აი დაბალი კულტურული დონე დამპყრობლისა კიდევ უფრო ამძიმებდა მდგომარეობას და კიდევ უფრო საშინელს ხდიდა და ეს იწვნია, თუ შეიძლება ასე ითქვას, მეფე დემეტრემაც, ანუ დემეტრე თავდადებულმა, რომელსაც დედა მოუკლეს და აი გვანცა ერქვა დედას და ეს ბრწყინვალე დედოფალი საქართველოსი მოგლული იქნა მონღოლების მიერ და ამ დროს დემეტრე გახლდათ 3 წლის სკრმა და აი 3 წლის ვაჟს მოუკლეს დედა და მე აღარ ჩავეძიები ამ განცდას, მაგრამ თავისთავად ცხადია 3 წლის შვილი როგორ განიცდიდა დედის სიკვდილს, დედის აი ესე ტრაგიკულ აღსასრულს და აი ასეთი განსაცდელიდან დაიწყო ცხოვრება დემეტრემ და აი ესეთი განსაცდელთან ჰქონდა მას შეხება. შემდეგ გარდაიცვალა დემეტრეს მამა, მეფე საქართველოსი დავით ბეშვიდე, როგორც უკვე იყო ხსენებული და აი დავით ბეშვიდეს გარდაცვალების შემდეგ, მეფე დავითის გარდაცვალების შემდეგ დადგა საკითხი დემეტრეს მეფედ კურთხევისა და ეს გახლდათ წელი
1260. Აი ამ წელს იკურთხა დავითი მეფედ და ეს კურთხევის მომენტიც ესეთი რაოდენ ირონიული შეიძლება იყოს, რომ საქართველოს მეფე იქ მონგოლთა ყაენთან მიყავდათ და მას უნდა მიეცა ნებართვა, მას უნდა მიეცა თანხმობა, რომ საქართველოში დაენიშნათ ქართველების მეფე და ეს ასეც მოხდა, წაიყვანეს ახალგაზრდა დემეტრე მონგოლთა ყაენთან, მონგოლთა ყაენმა შესაძლებლად ჩათვალა მისი სამეფო თანამდებობაზე დანიშვნა, მიცა თანხმობა და გამოაყოლა თავისი ერთგული მსახური, რომელიც აი ამ ახალგაზრდა მეფეს გაუწევდა კონტროლს და შეიძლება ითქვას, რომ ეს იყო სწორედაც ის მაყურებელი თვალი, ისეთი მაკონტროლებელი თვალი, რომელიც ყაენმა იმთავითვე მეფის დანიშვნასთან დაკავშირებისთანავე გამოაყოლა მას და არ ყოფილა მეფე დემეტრე, როგორც იტყვიან, თავისუფალი და მისი გავლენის ქვეშ იყო, ანუ მისი ადმინისტრირების გავლენის ქვეშ იყო. ეს ყაენის მიერ მიჩენილი ეს ზემსახური, თუ შეიძლება ასე ითქვას, გარდაიცვალა გარკვეული წლების შემდეგ და მეფე დემეტრე დარჩა მეფედ საქართველოსი, მაგრამ მას არ მოუწია დიდხანს მეფობა. ეს ამ მეფობის პერიოდმა და ჟამმა გასტანა 1289 წლამდე და აი აქ ხდება სწორედაც ის ტრაგიკული რეალობა, რომელი რეალობის წინაშეც დადგება მეფე დემეტრე და აი ამ რეალობაში იგი ღებულობს ისეთ გადაწყვეტილებას, რომელი გადაწყვეტილებაც შემდეგ საუკუნეებს გაყვება და სამუდამოდ ოქროსასუებით ჩაიწერება ჩვენი ქართული რეალობაში, ჩვენი ქართული ცხოვრების ესეთი მხნეობაში და სულიერი სიდიადის გამოვლინებაში, რომელიც მეფე დემეტრე თავდადებულთან არის დაკავშირებული. მანამდე კი მისი მეფობის შესახებ უნდა გამახვილდეს ყურადღება რამოდენიმე ნიუანსზე, რომ მონგოლების გავლენით, ან მონგოლ დაპყრობელთა გავლენის შესაბამისად მრავალცოლიანობის კულტურა ჰქონდათ მათ და ეს ოჯახის მიმართ დამოკიდებულება მათთვის არ იყო ისეთი წმინდა და ისეთი ზეაწეული და მაღალი ქრისტიანული მორალით ნასრულგმულები, როგორც ეს ქართველებისთვის და მათთვის მისაღები იყო მრავალცოლიანობა. საქართველოშიც აი ეს ამ გარკვეულ წილად პოვა ასახვა და ქართულ რეალობაშიც ეს არ დაკანონებულა, არ ყოფილა მისაღები, მაგრამ არც დასაგმობი აღარ ხდებოდა უკვე, ანუ რაღაცა შემგუებლობის მომენტი გაჩნდა ამის მიმართ და სწორედ ამას და აი ამ თვალსაზრისით უნდა დაუკავშიროთ ის ფაქტი, რომ მეფე დემეტრეს 3 ცოლი ყავდა, თუ შეიძლება ასე ითქვას, მაგრამ აი ამ 3 ცოლის ყოლაშიც არის არა ოჯახური ბედნიერებისაკენ სწრაფვა, არამედ ქვეყნის ბედზე მიიდარაჯებული და ქვეყნის ბედზე ყურადღება გამახვილებული მეფის ცხოვრება ჩანს. ამაშიც პირველი ცოლი პონტოოს სამეფოს მაღალი წრის წარმომადგენელი ყავდა შერთული, საიმედოდ იმისა, რომ საქართველოს პონტოს სამეფო დაეხმარებოდა და თავისი გავლენით, თავისი ესეთი ქრისტიანული წამსით ხარდაჭერას გაუწევდა, აი გადადგმული იყო ქართველების მიერ ნაბიჯი ამისკენ და დედოფლად, ანუ მეფის მეუღლედ მოიყვანეს ასული აი ამ პონტოელი მეფისა. რამაც არ გაამართლა, ვერ იტყვით, რომ ამან შედეგი მოიტანა, მაგრამ ეს ფაქტი როგორც ასე ფაქტად მოხდა. შემდეგი მეუღლე ყავდა თვითონ მონგოლების მაღალი წრის წარმომადგენლის ქალიშვილი შეირთო ცოლად და აქაც გათვლა იყო იმაზე, რომ აი ეს მაღალ წრესთან დაკავშირება, ესეთი ნათესაური დაკავშირება, ანუ დედოფლად წამოიყვანა მისი ქალიშვილი და გარკვეულწილად წნეხს შეარბილებდა და შეამსუბუქებდა საქართველოზე ამ დაპყრობლის წნეხს და ვერ ვიტყვით, რომ ამანაც გარკვეული შედეგი მოიტანა და მესამე ცოლი მისი გახლდათ თორელი
ჯაყელების ქალიშვილი ნათელა, რომელიც კარგად არის ცნობილი ჩვენი ისტორიისთვის, როგორც კეთილგონიერი ქალბატონი, როგორც ღირსეული მეუღლე თავისი ქმრისა, ამ შემთხვევაში მეფე დემეტრესი და კიდევ სხვა დამსახურებად შეიძლება ითქვას, რომ იგი გახლდა ღირსეული დედა გიორგი მეფისა, რომელიც ისეთი მეფე აღზარდა და ისეთი შვილი აღუზარდა არა მარტო ოჯახისთვისაც, არამედ ქვეყანას და სამშობლოსთვისაც, რომ გიორგი ბრწყინვალედ იქნა წოდებული და აწმინდანად იქნა შერაცხული და ეს გზა გიორგი ბრწყინვალის ეს გზა მიდის მის დედასთან, მის დედობრივ მადლთან და მის დედობრივ დამსახურებასთან და ეს გახლდათ დედოფალი ნათელა, ჯაყელების წარმომადგენელი, თორელი ჯაყელების წარმომადგენელი და აი ასეთ რეალობაში მოუწია მეფე დემეტრეს ცხოვრება. აქვე რა კი ეს ჩამონათვალი გავაკეთეთ, კიდევ ერთ შეგახსენებთ, რომ მეფე დემეტრემ გადადგა კიდევ ერთი ნაბიჯი აი მტრის შემორიგებისა, თუ შეიძლება ასე ითქვას და მტრის ზეგავლენის შემსუბუქებისთვის და თავისი მცირეწლოვანი ქალიშვილი ყაენის შვილს შერთო ცოლად და ცოლად გაატანა ყაენის შვილს მცირეწლოვანი შვილი, რომელსაც რუსუდანი ერქვა სახელად და ეს რუსუდანის წასვლაც სამეფო კარიდან მისი აი ამ პასუხისმგებლობაში შესვლა მცირეწლოვანი ქალიშვილისა თავისთავად ტრაგიზმით სავსე იყო და დრამატული იყო თავისი ხასიათით და თავისი განწყობილებით და მთელმა აი ამ ნაბიჯებმა, აი ამ შეიძლება ითქვას დიპლომატიურმა ნაბიჯებმა მეფე დემეტრესი არ გამოიღო სათანადო შედეგი და აი ამ ყველაფრის შემდეგ მივედით იქამდე, რომ ყაენის კარზე მოხდა შეთქმულება, ესეთი რევოლუციური დაპირისპირება მოხდა ყაენთან დაუპირისპირდა ერთ-ერთი დიდგვაროვანი ყაენის კარზე დაწინაურებული დიდგვაროვანი დაუპირისპირდა მას და ყაენმა ეს დიდგვაროვანი დასაჯა და არა მარტო ის დასაჯა, არამედ მისი ახლობლები, მთელი მისი ოჯახი ამოწყვიტა, ყველას თავები მოკვეთა და დაიწყო ძიება, ვინ იყვნენ მასთან დაახლოებული პირები და აღმოჩნდა, რომ მასთან დაახლოებული პირებს შორის მოიაზრეს საქართველოს მეფე დემეტრე, რამე თუ იგი გახლდა აი რუსუდანის მამა და რუსუდანი იყო რძალი დასჯილი და რეპრესირებული დიდგვაროვანისა, ყაენის კარზე არსებული დიდგვაროვანისა და ეს საკითხი მოადგა თავისთავად მეფე დემეტრეს და როგორც ითქვიან, ყაენის კარზე სისხლის ტბორები დადგა აი იმ ხალხისა, ვისაც ვის მიმართაც ეჭვი ეპარებოდა ყაენის ერთგულებაში და ეს ყაენის კარზე დაგორებული თავების თვლა არ იყო, იტყვის ისტორიის შემდეგ თვლა არ იყო და სწორედაც აი ამ უთვალავთა შორის მიართვალეს მეფე დემეტრე და იგი დაიბარეს. ყაენმა დაიბარა ურდოში, თავის ურდოში. მეფის წასვლა იყო ერთგვარი გამომშვიდობება თავის სამეფო კართან, საეკლესიო წრესთან და შედგა საგანგებო სამეფო კრება, რომელსაც ესწრებოდა კათოლიკოსი ქართლისა, ესწრებოდა სამღვდელოების წარმომადგენლობა, ესწრებოდა ერიშვილები და დაწინაურებული პირები იმდროინდელი საქართველოსი და ეს მსჯელობა იყო ძალიან რთული და ძალიან მძიმე. ეს კარგად არის ქართლის ცხოვრებაში გადმოცემული. მე ციტირებას აღარ შევუდგები, მაგრამ გეტყვით აი ამ შეხვედრის, აი ამ კრების ერთგვარ სულისკვეთებას, რომ მეფე დემეტრეს შეთავაზეს ის, რომ ცხადია ყაენთან წასვლა, რითაც უნდა დამთავრებულიყო, რომ დასჯიდა მასაც და მასაც თავს მოკვეთა და ამ ნაბიჯის გადადგმა არ იყო საჭირო და შეთავაზეს დიდგვაროვნებმა, რომ საქართველოს შეუნარჩუნოთ მეფე, გადაურჩინოთ მეფე და მისცეს პირობა, რომ გაგხიზნავთ მთებში, მთიულეთში წაგიყვანთ და იქ შევძლებთ გადარჩენას და ასე შემდეგ. ამაზე იყო პასუხი მეფე დემეტრესი, რომ მე რო იქ არ წავიდე და მე განვერიდო და
როგორც იტყვიან მშვიდი ნავსაყუდელი უპოვო სხვაგან ყაენი არ დაისვენებს ჯარს შემოიყვანს და საქართველოს ააოხრებს საქართველოს ჩემ წილ ბრას საქართველოზე იყრის და აი ამ გაბრაზებას ქართულ ხალხს ეკრის და ცოდუა ეს გაჭირვებული ხალხი ისედაც დამონებულ მდგომარეობაში ყოფი ხალხი ცოდუა რომ ახალი სისხლის ურა და ახალი კალო დატრიალდეს მათი კოლერობისა და მათი ვაებისა და აი ერთმნიშვნელოვნად მეფემ განაცხადა წასვლა ამ სიტუაციაში და ამ კრების ამ სხდომის ამ სამეფო სხდომის და თათბირის მონაწილეებს დაეთანხმენ მაგრამ ეს დათანხმებაც იყო ესეთი რომ წავიდა მეფე და მას გაჰყვა საკმაოდ ისეთი მნიშვნელოვანი ამალა თავისი ერთგული ხალხისა მათ შორის კათოლიკოსიც კი გაჰყვა ქართლის კათოლიკოსიც კი გაჰყვა და მღვდელი მეორე მღვდელი რომელიც იყო მსახური მეფის კარზე და აი ეს ორი საეკლესიო პირი ახლდა მეფეს მეფე შეხვდა ყაენს მონღოლთა ყაენს აუხსნა აი ეს მდგომარეობა დაარწმუნა იმაში რომ არაფერი შეხება არ ჰქონდა იმ რევოლუციურ სულისკვეთებასთან რომელიც მის ყაენის კარზე მოხდა და ბრალეულობა არაფერი არ ჰქონდა აქ მაგრამ როგორც იტყვიან ძალა აღმართ ხნავს და ამ შემთხვევაში სწორედ აი ესე სამართალი აღესრულა მეფე დებეტრე აწამეს ჩააგდეს დილეგში და მეორე დღეს საჯაროდ და სახალხოდ მისი დასჯა გამოცხადდა დილეგში ჩავარდნის პერიოდში ღამე დილეგში ქართველებმა ფარულად მოიკითხეს მეფები და ნახეს მეფე და ხმა მიაწვდინეს და კიდევ ერთხელ შეთავაზეს ესეთი რომ უისყიდით კარისკაცებს ამაღამ გაგიყვათ ამიდან საპყრობილიდან და გავეშუროთ საქართველოსთვის და საქართველოში გადავირჩინოთ თავი და მეფეს შეთავაზეს წასვლა და აი აქ მინდა დავინახოთ მეფე დემეტრეს სულისკვეთება არა მარტო იქ სადაც მოიწვია კრება სამეფო კრება და სადაც ითათბირა და ამ კრებას მომზადებული შეხვდა მეფე და თავისი წინადადება შეთავაზა და წარუდგინა ეს ერთი ეტაპი იყო მეორე ეტაპი როდესაც შეთავაზეს მას გარიდება და წასვლა საქართველოს მთებში და მეფემ ამ შეთავაზებაზე ზუარი თქვა და აირჩია ის სისხლიანი გზა რომელიც ის მოწამეობრივი გზა რომელიც თვითონაც და ყველა იმ სამეფო კარზე შეკრებილმა ასეთი საზოგადოებამ ძალიან კარგად იცოდა ეს წასვლა რითაც დამთავრდებოდა და აი მესამე ეტაპი საპყრობილეში უკვე წამებული იყო გვეებული მეფე დემეტრე ელოდება მეორე დღის ათენებას და იცის რაც უნდა მოხდეს და მას თავაზობენ რომ მოვისყიდით ზედამხედველებს ამ საპყრობილისას რაღაც ცოტა მოვახდეთ გაბარებას აქედან და გავეშუროთ საქართველოსკენ და მეფე ყველაც უარსებობნება და არ თანხდება ამაზე და მეორე დღეს როგორც იტყვიან მეფე თავის აღსასრულს როგორც საფრთხო კრავი უცოდველი კრავი ისე შეხვდა თავის აღსასრულს გამოიყვანეს და თავი მოკვეთეს მას ეს თავის კვეთა მოგეხსენებათ რაოდენ ისეთი ტრაგიკული განცდისა და ტრაგიკული ეფექტის მქონე იქნებოდა იქ მხოლოდ ქართველებზე და მის თანამდგომ მამულიშვილებისთვის ცრემლით ტიროდა მოიხსენიებულია ისტორიაში ცრემლით ტიროდა ყველა იქ დამსწრე ქართველი აი მეფეს ზვარაკად შეწირის პროცესს ვინც ესწრებოდა ცრემლით ტიროდა და კათოლიკოსი საქართველოსი გაუჩერებლად შეუწყვეტელად რუცულობდა და ავედრებდა მის უკტავსულს უფალ ღმერთს და სწორედაც აი ამ აღსასრულის შემდეგ ქართველებმა შეძლეს რომ მეფის წამებული გვამი გადაახვიეს ნაბადში დაასვენეს ურებზე და თბილისელი ვაჭრები რომლებიც მაშინ ყაენის კარზე იყვნენ ჩასული და ყაენის კარზე ახდენდნენ თავისი ვაჭრობის
გაცვლა გამოცვლას მათ აიღეს პასუხისმგებლობა იმაზე, რომ მეფის ნეშტს გადაასვენებდნენ საქართველოში და მათ გააკეთეს ასეთი, რომ იქიდან მოქონდათ დამარილებული მშრალი თევზი და ურემზე, სადაც მეფე დაასვენეს ნაბად გადაფარებული ნეშტი მეფისა, ზევიდან დააწყვეს ეს თევზი, გასაყიდად გამზადებული თევზი, მშრალი თევზი, დამარილებული თევზი, რომელიც წამოიღეს იქიდან და ასე ფარულად, ასე მალულად და ასე უჩუმრად ჩამოასვენეს თავიანთი ძვირფასი მეფე საქართველოში. იგი მცხეთაში, სვეტიცხოვლის ტაძარში დაიკრძალა, თუმცა აქვე უნდა ითქვას, რომ მისი საფლავის ქვა დღესდღეობით დაკარგულია და კონკრეტული ადგილი იმისა, რომ სად არის საფლავი მეფე დემეტრესი არ არის ცნობილი და კონკრეტულ ადგილისთან მიმართებაში დღეს ვერ ვლოცულობთ და ვერ ვამახვილებთ ყურადღებას, მაგრამ ყველა ქართველმა უნდა იცოდეს, რომ მისი წამებული მეფე სვეტიცხოველში განისვენებს. სვეტიცხოველია ის ტაძარი, სადაც დაივანა წამებულმა სულმა ჩვენი მეფე დემეტრესი და მისი თავდადებულობის ღვაწლი უნდა გვაფიქრებდეს და უნდა გვამზადებდეს სწორედაც იმისთვის, რომ უფრო მხნე, უფრო შემართული და უფრო დიდი სულისკვეთებით აღსავსენი უნდა ვიყოთ, რამე თუ ჩვენ იმ ქვეყნის, იმ ერის შვილები და იმ ხალხის შვილები ვართ, რომელსაც აი ესეთი მეფე ყავდა, თავშეწირული მეფე ყავდა. მეორეს მხრივ მინდა დავინახოთ საჭიროება ლიდერისა, ხელმძღვანელისა, რომელსაც ამ შემთხვევაში მეფე ერქვა. როგორ აიღო პასუხისმგებლობა თავის ხალხზე, როგორ შეეწირა თავისი ხალხის ინტერესებს და ის, რომ თავისი ხალხისთვის შვება ეს დამპყრობლის განსაცდელი, დამპყრობლის უხელი შეენსუბუქებინა, როგორ ერთმნიშვნელოვნად და დამაჯერებლად გაწირა თავი და როგორ შეეწირა მსხვერპლად თავისი ქვეყნისა და თავისი ხალხის ინტერესებს. აი ამისი განცდა მეფე დემეტრე თავდადებულთან დაკავშირებით სულ თან უნდა გვდევდეს და სულ უნდა გვახსოვდეს აი ესეთი მარად უკვდავი სახელი დიდი მეფისა, კარგი მეფისა და რაც მთავარია, უფლის წინაშე გაბრწყინებული მეფისა, ჩვენისა დემეტრე თავდადებულისა. დემეტრე თავდადებულის მეფობის პერიოდში აშენდა მეტეხის ეკლესია. აი ის მეტეხის ეკლესია, რომელიც კლდოვან პლატოზე, მეტეხის კლდოვან პლატოზე არის წარმართული და მე ვიტყოდი ძალიან ძვირფასად მიგნებული ადგილია ეკლესიისთვის. ასევე ძვირფასი ეკლესია აშენებული და ასევე ძვირფასი უფლის დიდება ხდება იქ მოყოლებული იმ პერიოდიდან, ანუ მეფე დემეტრეს პერიოდიდან და ეს ტაძარი უნდა ითქვას დგას უფლის სახელზე და გარკვეულწილად სამშობლოსთვის თავდადებული მეფე დემეტრეს სახელზე დგას, რამე თუ მისი მეფობის ჟამი გახდა ამ ეკლესიის მშენებლობის ჟამი. და თუ ქართულ იკონოგრაფიაში გავრცელებული ტრადიციის თანახმად გავიაზრებთ, მეფე დემეტრეს ხატი შეიძლება შექმნილი იყოს, მე არ მინახავს ასეთი ხატი და არ მეგულება ასეთი ხატი, მაგრამ მე შევთავაზებდი ხატმწერებს, რომ შეექმნათ ხატი მეფე დემეტრესი, რომელსაც მეტეხის ეკლესია ექნება ხელის გულზე დაბრძანებული და ქტიტორი და აღმშენებელი ამ ეკლესიისა იქნება მეფე და ისეთი ბრწყინვალე მეფე, როგორც დემეტრე თავდადებული გახლდათ. აქვე არ მოხერხდა გარკვევა, მაგრამ ინფორმაციის სახით მოგაწოდებთ შემდეგს, რომ ჯავახეთში და კერძოდ ესეთი თავანკარა ქართულ მართლმადიდებულ სოფელში, აფნიაში, რომელიც სოფელიც ვარძიის თავზე, მაღლა ჯავახეთის პლატოზე მდებარეობს, არის ერთნავიანი ბაზილიკის ისეთი ლამაზი ტაძარი, რომელიც კარგად არის შემორჩენილი და ესეთ ღვთის სადიდებელ სულისკვეთებას მოიცავს და ამ ტაძართან დაკავშირებით არის ინფორმაცია, რომ ეს ტაძარი არის წმინდა მეფე დემეტრე თავდადებულის სახელობის ტაძარი. არ მოხერხდა ამისი გარკვევა და ვერ ვიტყვი ერთმნიშვნელოვნად, რომ ეს ნამდვილად წმინდა დემეტრე თავდადებულის სახელობის ეკლესიაა, მაგრამ არსებობს მეორე ვარიანტიც ამ ეკლესიასთან მიმართებაში, მეორე ინფორმაცია ამ ეკლესიასთან მიმართებაში, რომ ეს ეკლესია აგებული არის დემეტრეს მეფობის ჟამს
თვითონ ეკლესია არის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია და მოგეხსენებათ ბესხეთში და კერძოდ ჯავახეთში როგორი განსაკუთრებული კულტი არის წმინდა გიორგისა, რამე თუ წმინდა გიორგის სახელზე მრავალი ეკლესია, მრავალი ადგილია აჩენილი და წმინდა გიორგის სახელი უკავშირდება ძალიან ბევრ რამეს ჯავახეთში და შეიძლება ეს ეკლესია წმინდა გიორგის სახელობისა იყოს და იმის გამო რომ ეს ეკლესია მეფე დემეტრეს მეფობის ჟამს არის აშენებული, ამიტომ უკავშირებენ მეფე დემეტრეს სახელს, თორემ სახელდება ეკლესიისა წმინდა გიორგის სახელთან შეიძლება იყოს დაკავშირებული. დემეტრე მეფის მრავალი ხატია შექმნილი, წმინდა ხატია, ერთ-ერთმანეთზე კარგი ხატია შექმნილი, სადაც მეფე ესეთი სამეფო სამოსელშია გამოწყობილი და მას ჯვარი უყრია ხელში, როგორც სიმბოლო რწმენის, გადარჩენის, მარადიული ცხოვრების გზამკვლევად ქცეული ჯვარი, უფლისმიერი ჯვარი, რომელიც ამშვენებს ამ ხატებს და ეს ხატი საკმაოდ ბევრი ხატია, შეიძლება ითქვას მეფე დემეტრეს თან დაკავშირებით. არის ასევე ქვაში კვეთილი სახე ხატება მეფე დემეტრესი და ესეც ძალიან ესეთი ძვირფასი ხატია შეიძლება ითქვას. ჩვენი საუბრის მსვლელობის დროს მაყურებელს ექნება საშუალება რომ ეკრანზე ნახოს ამ ხატების ასლი ხატების გამოსახულება, ასევე თვალის შეავლოს აი ქვაში კვეთილ სახე ხატებას მეფე დემეტრესი, ასევე ნახავენ მეტეხის ეკლესიის ტაძარს, რომელიც ერთმნიშვნელოვნად არის დაკავშირებული დემეტრე თავდადებულის სახელთან და რაც მთავარია, ამ გადაცემამ კვლავაც და კვლავაც უნდა დაგვაფიქროს ჩვენს ბედზე, ჩვენს მძიმე ისტორიულ ბედზე და კიდევ ერთხელ უნდა გავითვალისწინოთ უფლისმიერი ფრაზა და უფლისმიერი სწავლება იმისა, რომ გეშინოდეთ არა იმისა და არა იმათი, ვისაც თქვენი მოკვდინება შეუძლია, არამედ გეშინოდეთ იმისა და გეშინოდეთ იმათი, ვისაც თქვენი სულის მოკვლა შეუძლია. მოკლეს მონღოლებმა მეფე დემეტრე თავდადებული, მაგრამ მისი სული ვერ მოკლეს. მისი სული მარადიულ სიცოცხლეს, უფლისმიერ წიაღს და სულის ცხონებას დაუკავშირდა და ეს არის ნიშანი იმისა, რომ საქართველოს დედა ეკლესიამ იგი წმინდანად შერაცხა და იქიდან მოყოლებული, ანუ მე-13 საუკუნიდან მოყოლებული დღემდე მეფე დემეტრეს სახელი ზეობს ჩვენ შორის და არა მარტო აქ და არა მარტო ჩვენ შორის, არამედ ზეობს წიაღსა შინა უფლისა ჩვენისასა და იქიდან გვახსენებს, იქიდან გვამხნევებს და იქიდან შთაგვაგონებს იმას, რომ გწამდეს და გჯეროდეს ჯვარზე გაკრული, მაგრამ დაუმარცხებელი უფლისა შენისა და გწამდეს და გჯეროდეს იმ მეფისა, რომელმაც შენი ქვეყნის უკეთეს მომავალს შესწირა თავი, გვეწეოდეს მადლი წმინდა დემეტრე თავდადებულისა. გმადლობთ ყურადღებისთვის.